31 მარტის მსგავსად 26 მაისს გაჟღერებულმა გზავნილებმა ოპოზიციური ფლანგის ნაწილი უკმაყოფილო დატოვა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების საფუძველზე შექმნილი წინასწარი მოლოდინების ფონზე ცალკეული ოპოზიციური პარტიები იმედგაცრუებას ვერ მალავენ. სალომე ზურაბიშვილის მიერ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში შედგენილი სამოქმედო სტრატეგია ცალკეული პოლიტიკური აქტორებისთვის მიუღებელია. ყოფილ პრეზიდენტს ხელისუფლების სრულების გზად პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა ესახება. ოპოზიციის ნაწილისთვის გუშინ მოსმენილი გეგმა არ ამკაფიო და ბუნდოვანი აღმოჩნდა. მწვავე კრიტიკით განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის და ახალის ლიდერები გამოირჩევენ, რომლებიც ხელისუფლების შეცვლად და არჩევნებში მონაწილეობას მმართველ გუნდთან მოკავშირეობად მიიჩნევენ. შეთავაზებული სტრატეგია დაიწუნა პაატა ბურჭულაძემაც, რომელსაც ალტერნატიული ოპოზიციური ფორმატი აქვს შექმნილი. თუმცა გაჟღერდა საპირისპირო მოსაზრებებიც იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც ექს-პრეზიდენტის მიერ შექმნილ პლატფორმაში აქტიურად არიან ჩართულები. ალტერნატიული ფორმატები, გაყოფილი პოზიციები და სულ უფრო გამკაცრებული ტონი სალომე ზურაბიშვილის მისამართით იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც თვეების წინ მთელი ოპოზიცია პროტესტის ლიდერად და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სწორედ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევდნენ. სალომე ქოქიაშვილი არ ყოფდა მოახერხებს თუ არა არ შემდგარი ერთობის ფონზე ოპოზიცია ერთიანი სამოქმედო ტაქტიკის გარშემო გაერთიანებას. ერთი ქვეყანა, ერთი დღესასწაული, ერთი დამოუკიდებლობისთვის და ორი პარალელური რეალობა, ერთი დილით. მეორე საღამოს. ერთგან მარშირება იდეალური ჯარისკაცული მწკრივით, მეორეგანაც მარში, ოღონდ წითელი. ერთგან ფიცი და ჯარისკაცის მრწამსი, ისიც ფიცით საქართველოსთვის და საქართველოს. საქართველოსთვის! მეორეგანაც საქართველოს, ოღონდ პოეტ ზვიად რადიანის ლექსით. ხელი ჩამკიდეთ და დააკვირდით, რა მადიანად შეეცევა საქართველოს საკუთარ შვილებს. ოღონდ არასდროს განურჩევლად, მხოლოდ რჩეულებს. დილითაც პრეზიდენტი, რომელმაც ახალწვეულთა ფიცი ჩაიბარა, და ღამითაც პრეზიდენტი, ოღონდ ყოფილი, რომელიც თავისი პოლიტიკური ოჯახის წევრებისთვის ისევ პრეზიდენტად რჩება. ფიგურად, რომელიც ორი თვე ამზადებდა დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენას. დამოუკიდებლობის დღეს ცალკე გამოყოფით, ცალკე პროტესტით აღნიშნვის ღონისძიებას და რომელმაც მხარდამჭერებს მაინც ისუთხრა, რომ საზოგადოებას სხვა ანაწევრებს და ყოფს. ქართული ოცნების, რომელსაც არაფერი აღარ შეუძლია, ერთადერთი ბერკეტი და ერთადერთი მიზანი არის, რომ შემოიტანოს საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების შორის, შემოიტანოს დაყოფა. თუმცა დანაწევრების მათემატიკური მოცემულობა ღამის რუსთაველზე როგორც ჩანს არც ისეთი აღმოჩნდა, როგორი ნაყოფიც ორთვიან სამზადის სუნდა მიეღო. ყოველ შემთხვევაში ყოფილმა პრეზიდენტმა კიბეზე ასვლის შემდეგ რუსთაველის გამზირს რომ თვალი მოავლო, ბოლო დროინდელ გამოსვლებში პირველად ალაპარაკა ადგილზე მსმენელთა მეტობაზე თუ ნაკლებობაზე. დღეს მეტი ხართ თუ ნაკლები ხართ, დღეს ხართ და ეს პროტესტი არის ის, რაც აცოცხლებს ყველა დანარჩენ მოძრაობას. თუმცა მოძრაობამ, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი და მისი თანამოაზრეები ორი თვე გეგმავდნენ, ამზადებდნენ და მოქალაქეებსაც ეპატიჟებოდნენ, საბოლოოდ ოპოზიციური პოლუსის ოპონენტი მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ იქცა იმის თქმის საფუძვლად, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყანაში მძიმე დღეებს ითვლის. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის სრულად მოშლილი. გუშინ მთელი ამ ხელა ორგანიზების შემდეგ, სარეკლამო კამპანიების შემდეგ და შემდეგ 3000 კაცი შეგრებეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალექ ველისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ამას წინასწარ ვანონსებდით. ეს არის დღევანდელი რეალობა ოპოზიციაში. რეალობას ყველა სხვადასხვაგვარად ხედავს, თუმცა ფაქტია, რომ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე მისულთა ნაწილს სხვა მოლოდინი ჰქონდა და სხვა რეალობა დაუდგა. ჯერ კიდევ ორი კვირით ადრე ოპოზიციურ ველზე არსებობდა იმედი. 26 მაისს შეკრების და მერე არ დაშლის, ან მინიმუმ კონკრეტული სამოქმედო გეგმის მოსმენის მაინც. თუმცა იდეის ავტორმა და პროცესის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთი მთავარი, რაც თქვა, ის იყო, რომ პროტესტმა უკვე გაიმარჯვა, იმიტომ რომ არსებობს. ჩვენ იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე 2 წელია, რაც დგას საქართველოს ქუჩაში და იდგა ყოველჯერ, როცა მისი დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება, მისი მომავალი იყო კითხვის ქვეშ. გამარჯვება, როგორც თქვენ აქა ერთმა ცნობილმა ხმამ ყოველ საღამოს გაიძახა
ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს გამარჯვება. ბოლომდე კმაყოფილი ასეთი გზავნილებით ყველა არ დარჩა. პოლიტიკურ აქტორთა ნაწილი აქციის და სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ დიპლომატიური პასუხით ცდილობდა ყოფილი პრეზიდენტის შეფასებას. მე ყოფილი ვარ მაგალითად ნორმალური გამოვიდა. ზოგიერთი მესიჯი ეგრეთ წოდებული გზავნილი რაც გაჟღერდა მისი მხრიდან იყო გამართლებული, იყო სწორი. თუმცა ნაწილმა, მაგალითად ნიკამელიამ ზურაბიშვილს მკაფიოობა დაუწუნა და ბუნდოვანებაში დასდო ბრალი. აი პაატა ბურჭულაძისთვის კი, რომელიც ახლა სატელეფონო არჩევნების იდეას ლობირებს, საკმარისი არც ლიეტუველი ევროპარლამენტარის ქართული სიტყვა აღმოჩნდა და არც სალომე ზურაბიშვილის ვრცელი ტექსტი კონკრეტული გეგმის გარეშე. უჩის სიტყვების გასროლა მე მგონი აღარ შეიძლება, იმიტომ რომ მოვიდა ასე ამ შექმნებით და რაღაცების გადატანით მოვიდა უკვე 2028 წელი, მე მოვა 30, მე მოვა 32 და ჩვენ სულ ვიქნებით რაღაც შექმნით. ჯერ კიდევ რთული სათქმელია, რა გზით წავა ოპოზიციური ფლანგი, რომლის ნაწილით საპარლამენტო მანდატებზე უარის შემდეგ უარს ამბობს თვითმმართველობის არჩევნებსაც. მართალია ქვეყნის ფარგლებს გარედან ამ პოლიტიკური პოლუსის ძლიერი მხარდაჭერა ჩანდა ვიდეო მილოცვებშიც, თუმცა ამ ვიდეო მილოცვების შემყურე მმართველ პარტიას ახლა კიდევ ერთი არგუმენტი მიეცა იმ იდეის განსამტკიცებლად, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართული პოლიტიკოსი კი არა უცხოური ძალაა. ბოლოში რომ ხურდები დარჩათ აგენტურას იმისი რეალიზების სცენებს ხედავთ ყოველდღიურად. ხა გუშინ მოლოდინი გონათ რომ ათასობით ადამიანი ქუჩაში უნდა გამოსულიყო და იმდენად სასაცილო გახდა ეს მათი ვითომ პროტესტი მოგონილ ამბებზე. ჩვენ ვნახეთ რეალურად სალომეს კარუსელი. კარგი ის იყო. სალომეს კარუსელი ნამდვილად ხო ფანჩატური 4-ია თუ 5 უკვე აგვერია სათვალავით საზოგადოებას. მე რამდენი სერია და სეზონი უნდა ანახონ ამ უნიჭო სპექტაკლის. რა ვნახეთ ისევ სააკაშვილის ბანერები, ნახეთ რასა იუკნევიჩიანე, მე მგონი სწორად გამოვთქვი გვარი, ისევ ჯანდამნაშავეების უპირობო განთავისუფლება ერთ და იგივე წრეზე მოძრაობს. ამასობაში ფაქტია, რომ 26 მაისი მოქალაქეთა ნაწილმა სხვაგვარად იზეიმა. ნაწილმაც სხვაგვარად საპროტესტო აქციით. და როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური მოცემულობა, მაინც ჩნდება ერთი მთავარი შეკითხვა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წლის შემდეგ ქვეყანას, რომელმაც ბევრი დაპირისპირება გაიარა, რატომ არ შეიძლებოდა ეს დღე მაინც ერთად ეზეიმა? ევროპული იდეის პრივატიზების, პოლიტიკური მდგენელის თუ პარალელური რეალობის გარეშე. რადგანს